ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა წერილით მიმართეს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რათა მან გამოიყენოს ყველა არსებული ბერკეტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამერიკის თანამშრომლებზე თავდასხმების შესაჩერებლად. წერილში, რომელსაც ხელს აწერენ სენატორები ჯინ შაჰინი, როჯერ ვიკერი, შელდონ უაითჰაუსი, ჯონ კერტისი და კონგრესმენი ჯო ულსონი და სტივ კოენი ნათქვამია, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელთა განცხადებები, რომ თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები რევოლუციას ამზადებდა საქართველოში, გარდა სახიფათო ბრალდებებს წარმოადგენს, რომლებიც საფრთხეს უქმნის USAID-ის ყოფილ ადგილობრივ თანამშრომლებს. სენატორები მოუწოდებენ სახელმწიფო დეპარტამენტს მოითხოვოს საქართველოს მთავრობისგან ამ ცრუ ბრალდებების საჯარო უარყოფა და უზრუნველყოს, რომ ამერიკის სახელით მომუშავე არც ერთი პირი არ გახდეს დევნისთან დისკრედიტაციის სამიზნე. წერილში ხაზგასმულია, რომ მსგავსი ქმედებები არღვევს ორმხრივ ურთიერთობებს და ქმნის საზიანო პრეცედენტს სხვა ქვეყნებისთვისაც. სენატორების შეფასებით, ქართულ ოცნებას შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესების რეალური სურვილი არ გამოუვლენია. წერთ იმ იმედით, რომ გამოიყენებთ თქვენს განკარგულებაში არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დაიცვათ ყოფილი ამერიკელი თანამშრომლები, რომლებიც უსამართლოდ გახდნენ საქართველოს ხელისუფლების სამიზნე ანტიამერიკული ქმედებების ახალი ტალღის ფარგლებში. ქართული ოცნების ხელმძღვანელობით მოქმედი ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ სურს ურთიერთობების აღდგენა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა მათი ქმედებები და განცხადებები საპირისპიროს ამტკიცებს. ხოთ მოითხოვოთ საქართველოს მთავრობისგან გარანტიები, რომ ყოფილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადგილობრივი თანამშრომლები და სხვა პირები, რომლებიც მუშაობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, არ გახდებიან თავდასხმის ან დისკრედიტაციის სამიზნე. 2025 წლის 1 ოქტომბერს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკამ დინარაძემ შეერთებული შტატების მთავრობა დაადანაშაულა რევოლუციის ორგანიზებაში. თითქოს ის ადგილობრივ თანამშრომლებს უხდიდა თანხებს, რაც სინამდვილეში იყო კანონით გათვალისწინებული პენსიის გადახდა ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლებისთვის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ. დინარაძის განცხადებები ქართული ოცნების პოლიტიკოსებმაც გაიმეორეს. ეს მცდარი ინტერპრეტაცია საფრთხეს უქმნის ადგილობრივ თანამშრომლებს და აჩვენებს მნიშვნელოვან ფაქტს. ქართული ოცნება რეალურად არ ცდილობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას. მარკო რუბიოსადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნაყოფიერი და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა აირჩიოს და ამერიკელი პარტნიორების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება შეწყვიტოს. წერილის ავტორები ასევე მიესალმებიან ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას 6 ოქტომბერს შეხვედრა მოეთხოვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩთან თამარ ტალიაშვილთან. განცხადება, რომელსაც ამერიკული მხარის აღშფოთება მოყვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკამ დინარაძემ სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზია იმედის ეთერში გააკეთა. დინარაძემ თქვა, რომ ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს საქართველოში ანტიჩინური მიზნებისათვის ადამიანები ყავს დაფინანსებული და სინამდვილეში დაახლოებით 95-99% შემთხვევაში ეს თანხა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალიზმს, რევოლუციურ მიზნებსა და სხვადასხვა პერფორმანსებს ხმარდება. მამუკამ დინარაძის აზრით, ამისთვის ამერიკელი გადამხდელის ფული იხარჯებოდა.